მოგესალმებით, დღეს გვაქვს ჩვენ მანქანად ეს ჯანომე MX-17. მანქანა გაიყიდა, მოხმარებელი არის აქ, მაგრამ ყიდულობს საჩუქრად. ხო და დღეს ახლა გავტესტავ და სრულად გაჩვენებთ, რომ როგორ უნდა გამოიყენოთ მსგავსი მანქანა. ესე იგი, პირველ რიგში, როგორც ყოველთვის, ძაფის კოჭი თუ არის ამ ღერძზე დიდი, მაგ შემთხვევაში იმას ზემოთ არ ვდებთ. უბრალოდ ვდებთ ძაფის კოჭს მანქანის უკან. ასეთ ვარიანტში დავდებთ. გამოიყურება ესე, აკვედევს. ვატარებ ძაფს აქეთკენ და მოვდივართ აი აქ. დავუახლოვთ რამოდენიმეჯერ. ეს სრულიად საკმარისია. ამ მანქანას ახლავს საშუალება, რომ ჩვენ დავახვიოთ ძაფი როგორც მუშაობის დროს, ასევე მხოლოდ დახვევის, შეგვიძლია მხოლოდ დავახვიოთ ძაფი ნემსის გამოზრაობის გარეშე. თუ ჩვენ მაგას უბრალოდ გადავწყვეტ აქეთკენ, მაგ შემთხვევაში ნემსიც იმოზრაობს და თან დახვევის პროცესიც იქნება დაწყებული. თუ ჩვენ ამ რგოლს გამოწვევთ მარჯვენა მხარეს, იმუშავებს მხოლოდ დახვევის პროცესი. ნემსი აღარ იმუშავებს. დახვეულ მასრას ვდებთ უკვე მაქოში, ვატარებ ჭრელში და მოვდივართ აქამდე. აქ ახლავს თავისი ადგილი, ახლავს კონკრეტული ჭრელი, აი ეს ჭრელი, სადაც კი უნდა ჩაჭდეს ეს მიმართველი. ეგ არის. მაქოს ჩადების შემდეგ არის საჭირო რომ ძაფი მოვაჭროთ აქვე. და დავხვევთ ეს ხუთი. ესე. მეტი ქვედა ნაწილი ჩვენ არ გვჭირდება ჯერჯერობით. ეს ნაწილიც იდენტურად არ გვჭირდება, ეს გვჭირდება მხოლოდ დასახელად. ახლა არის საჭირო გავატაროთ ძაფი. ანუ ყველა მიმართულება ახატია, ახლავს. ეს პროცესი უნდა მოხდეს აუცილებლად აწეული თათის დროს, თათი იწევა აქედან. თათსაც სხვათა შორის ახლავს რამოდენიმე პოზიცია, ქვედა, ზედა და იმის ზემოთ კიდევაც ადის, მაგრამ არ ფიქსირდება. ესე იგი, თათი ჩვენ ზედა პოზიციაში გვაქვს და ამ რგოლის მეშვეობით არის საჭირო, რომ აქ ეს რკინა ამოვიდეს, იყოს ზედა პოზიციაში. ძაფს ვატარებთ ესე, ქვემოთ. ზემოთ ამის ირგვლივ ქვემოთ ჩამოვდივართ, მოვდივართ აქამდე და არის საჭირო რომ აი ამ მიმართულში გავატაროთ იდენტურად. ახლა, როდესაც ჩვენ აქამდე მოვედით, უნდა გავჭერდეთ, ჩამოვწიოთ თათი, ნემსი ამოვწიოთ მაქსიმალურად ზემოთ, ეს აუცილებელია. და გამოვიყენოთ მაგის ჯადოსნური ძაფის გამყრელი მექანიზმი. ახლა გაჩვენებთ როგორ მუშაობს. так, ძაფის აგების პროცესი მოდი კიდევ ერთხელ გადავიღოთ, იმიტომ რომ ადგილი აღარ ქონდა ტელეფონზე. так, ვიწყებთ. ესე იგი, პირველ რიგში გავადიდოთ ესე. ნემსი სუზედა პოზიციაში უნდა იყოს, თათი ჯობია ჩამოწეული იყოს. შემდეგ ჩამოვგავს ეს მექანიზმი, მარცხნიდან მარჯვნივ ვატარებთ და ნემსის უკან მხრიდან გამოგვაქვს უკვე გაყრილი ძაფი. так. ასე დავიწყებთ. აქ ჩვენ გვაქვს 15 სახეობა გვერდისთვის. ავიწყებთ ყველაზე უბრალოდან, არის უბრალო სწორი გვერდი. მატერიის სისქის დამიხევთ, უნდა შევცვალოთ ჩვენ აუცილებლად ნაბიჯი და ნემსის სისქი. ანუ 20-ზე გავყერავთ ხელმასალებს, 3-ზე საშუალოს და 2-ზე ხელმასალებს. ამით უკუსლას ვაკეთებთ ამ ჩამაგრებას.
მატერიის გვარს ჩვენ არ უნდა აუცდეთ, ამ შეგვიძლია ნაპირამდე სულად მოვიდეთ, მაგრამ იმის იქეთ არ უნდა გადავიდეთ, შეიძლება ჩაიხიოს და გაიჭედოს მანქანა. არ გიჩვენთ. Так. ეხლა აქ ჩვენ გვაქვს ასოები. ამ ასოების დამხერად შეიძლება სხვადასხვანაირი სახეობა გვერდისთვის. ანუ ამაზე რომ დავაყენოთ C, იქნება ზიგზაგი. ზიგზაგი როგორც სიგრძეში შეგვიძლია ჩვენ დავარეგულიროთ, ასევე შესაძლებელია რომ ამითვე დავარეგულიროთ სიგანეში. დავავიწროთ და გავზარდოთ კიდეც. ახლა გაჩვენეთ თუ რა გავაკეთეთ. ანუ ამით ჩვენ დავარეგულირეთ სიგანე და დავავიწროვეთ და გავზარდეთ ზომაში. აგერ და ამით კიდევ დაშორება დავარეგულირეთ ნაბიჯით, აი აქედან. Так, სხვადასხვა ოპერაციებს ახლა გავავლით, რომ ყველაფერი გავტესტოთ. იმისათვის რომ ჩვენ გადავიდეთ ამ ოპერაციებზე, არის საჭირო რომ ეს რგოლი დავატრიალოთ, ეს უკვე დაშორება ციფრებით არ დარეგულირდება, არამედ პლუსით და მინუსით. Так, იდენტურად გავსინჯოთ იმებსაც. მანქანას ასევე ახლავს წელვადი გვერდსი, ჯაჭვური წელვადი გვერდსი, რომლის მეშვეობით არის შესაძლებელი რომ შეკეროთ წელვადი მასალები და ნაკერი იყოს ელასტიური, რაც საკმაოდ დიდ პლუსს აძლევს ამ მანქანას. Так, ესე იგი, ახლა ესეთი ნაკერები ჩვენ გვაქვს. ჩვენ ასევე შეგვიძლია გავაკეთოთ იმიტაცია overlock-ის ამ მანქანაზე. თავისთავად ის არ დაიშლება, თავის საქმეს გააკეთებს, უბრალოდ ვიზუალი იქნება ოდნავ განსხვავებული ორიგინალი overlock-ისაგან. ამისთვის გვჭირდება ჩვენ G ოპერაცია, ვაყენებ G-ზე. აქ ჩვენ ვაყენებ 0.5-ზე, 0.8-ზე, რაღაც ესე. და ახლა უყურებთ რეზულტატს, თუ რას იზრავს. სულ უნდა ჩავსვათ ისე, რომ აი აქეთ მხარეს ოდნავ იყოს თავისუფალი არგენი. ასეთ რეზულტატი ჩვენ მივიღეთ. საკმაოდ ლამაზი overlock-ი მოგვივიდა. ახლა იმისათვის რომ ეს თან შევკრათ, რახან ერთი ფენა არ არის, აქ ჩვენ გვჭირდება დავაყენოთ პირველ ოპერაციაზე A-ზე და აქ დავაყენოთ SS და ნახოთ რა გამოგვივა ჩვენ. აგერ დავატყვეთ გვერდზე გვერდსი, რომელიც არის თან ჯაჭვური და იქნება მყარი და კარგი, თან ელასტიური. ეხლა ჩვენ გავაკეთებთ საღილეს ამ მანქანაზე. ამისთვის არის საჭირო რომ შევცვალოთ თათი. თათები ეცვლება ძალიან მუდმივად. ამას რომ მივაზოვით, თათი ჩამოვარდება. აქსესუარები საკრებული არის ამ მანქანას. თათები ძალიან ადვილად ეცვლება მანქანას, ახლა გაჩვენებთ როგორ. ამ ნაწილზე არის საჭირო რომ უბრალოდ ჩავსვათ თათი. და ჩავიდეთ. ჩვენ აქ გვაქვს საშუალება რომ გავაკეთოთ 3 სანტიმეტრიანი საღილე. ვთქვათ ორიანს თუ ვაკეთებთ, აქედან უნდა დავიწყოთ. Так, ესე იგი. საღილისთვის არის საჭირო ჩართოთ პირველი ოპერაცია აქ.
საშუალოდ დავაყენოთ მიახლოებით 0.08 მმ აქ, რომ აქანა შეძლოს ამაყად კარგად გადაადგილოს ქსოვილი. Რამდენიმე ნაბიჯს ხელით ვასრულებთ, ამის დატრიალებით ჩვენზე. საფი გვიკავია, რომ უფრო ლამაზი ნაკლივი იყოს. ვაჭრეთ. ამ ზაფებს ძირში ვარ. და ხო, მოდივართ ნაკლივამდე და შემდეგ შევძლებთ. ნემსი ზემოთ არის. მეორე ოპერაცია. ჩამაგრა, ნემსი ამოვწიეთ ზემოთ. მესამე ოპერაცია არის უკუსლო. აგერ არის. და კიდევაც უნდა ჩავამაგროთ. და გამოვიდოთ ჩვენ საღები. აგერ არის სრული მანქანის ტესტი. მშვიდობაში გამოიყენეთ.